დააკვირდით ამ გოგონას ზედა ტურცს და ნახეთ ის როგორ იკუმშება უნებლიეთ ლოყაზე მცირედი შეხებით. ეს არის ჩოსტეკის ნიშანი და შეიძლება ეს ნიშანი თქვენთანაც დადებითი იყოს. ეს ნიშანი კლინიკურად ასოცირებულია ჰიპოკალცემიასთან, ანუ კალციუმის ნაკლებობასთან ორგანიზმში. ამ დროს ხდება ყურიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრი წინ ქვედაყბის არეში პერკუსია და ამ პერკუსიის შედეგად ხდება უნებლიე შეკუმშვა, ძირითადად პირის გარშემო მდებარე კუნთის ან თვალის გარშემო მდებარე კუნთის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნეირონების აგზნებადობა მომატებულია ამ ჰიპოკალცემიის გამო და მათ ჭირდებათ ნორმალურზე უფრო ნაკლები ტრიგერი იმისთვის, რომ გააქტიურდნენ. მათი აქტივაცია კი იწვევს იმ ნერვული ბოჭკოების მიმართულებით იმპულსის გაგზავნას, ამ შემთხვევაში ნერვუს ფაციალისის მიმართულებით, რომელიც აინერვირებს პირის გარშემო და თვალის გარშემო მდებარე კუნთებს და მათ შეკუმშვას. აი ეს კი პატარა პაციენტის შემთხვევაში დადებითი ჩოსტეკის ნიშანი, ნახეთ როგორ არის გამოხატული, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ნიშანი ახლავს ჰიპოკალცემიას, მაგრამ ამ ნიშნის არსებობა ან არ არსებობა გადამწყვეტი არ არის დიაგნოსტიკაში, ყოველთვის ხდება ლაბორატორიული კონტროლი.